მე ახლა მინდა შემოვიყავო სტუდიაში, რომელიც გახლავთ 1000 ლარიანი ხუმრობის პატრონი. ხო? აბა რა გონია? ახლა იქნება. ამბავია ესე. ვახო სამხარაძე. შეგებო ტაში. აბა. აი, გამარჯობა. არა ვარ, ცუდად. გამოვართვით ხელი, გაეცანით ყველას. იასას ხო იცნობ თქვენ? დაიკავეთ ადგილი. ბატონო ახო. 1000 ლარზე ხო ხართ მოსული? ნახავ როგორ იქნება ალბათ. ზუსტად არ ვიცი. ზუსტად არავინ აფერე. შეიძლება 200. ნახოთ. შეიძლება 200-იც. თქვენ ნამყოფი ხართ აქ, ხო? კი. როგორ არა რას კი? ხო. მოგებული აქვს 1000. აბა 1000 ლარი. 4-ჯერ. 4-ჯერ? აბა რეკორდი მოუხსნია. შეავსეთ ანგეთ. კარგად? ბოლომდე არის შევსებული. გულიანად. დიას, შენ წაიკითხე მხოლოდ. ბოლომდე. აბა რაში დახარჯა მოგებულ ფულს? ჯერ მოიგო და დალშე მოიფიქრებო. ეს ჭალებში იქნება. ყველას იმედი აქვს. მაშინ. რატომო და ყველა მაგრები არიან. და მაგრები არის. ხერხი ჯობია ღონესა თუ ყობა მოიგონებსო. რატო შემაზიზღა ამ კაცმა? ერთი ზინადადებით მოიხიდე წამყვანი. პოეზია კარგები ხართ და გაიცინე. ფორიზმებით შემაზიზღა. გემიხარ და გაიცინე. წამყვანი ხო იცი რომელია? ყობა. 4 ვარ წამყვანი და ზურა უნდა გავაცინოთ. ძალიან კარგი. ბატონო ახო. მოკლედ ის კარგად გაქვს შევსებული. ახლა დავიწყო. დავიწყოთ ეგრე. შესავალი ხო არ გნებავთ? მოემზადეთ? აი სტუდიაში არის შემოპარული ვიღაცა ოხერი. ხო და იქიდან გვაცინებს, გვიღიტინებს. აი მე არ ვარ კარგი დაიწყო. 1, 2 და 3. ჩვენ სიპატიურ ჩაიდანს ვერავინ დაიწუნებს, მაგრამ თავი კარგია. მოიგეთ. მე 13 წამი ბატონო ახო. სიო ვეღარ გაჩერდება ლალიკო ეს. სიო. არა, ხუმრობაც კარგი იყო ახლა ეს. 50 ლარი თქვენია ბატონო. ანუ სიმპათიური ჩაიდანი ხუმრობა შენიაზდი? არა, ხუმრობაზე აბა რა არის გაწვა ბაჭ. ხუმრობა წელში გამოყვანილი ჩაიდანი. კი ბატონო. მოემზადეს შიურის წევრები. ბატონო ახო ვაგზელებთ ხო ჩვენ? კი. გაიყვანეთ. ხო, ლარი. აბა. ვარ ნერვიულობ. არა ხო? გაიყვანე. სტუდიიდან გაგდეთ ის მაყურებელია თუ ვინ არის კაცი. გულშემატკივარია. გულშემატკივარი. მოემზადეთ. ავიდა. 1, 2 და 3. ზურიკოა მსახიობი დაამშოვოს წამყვანი ზიური თუ აიცინეს. 100 ლარი მოიგო. 100 ლარი მოიგეთ? ჩემი წავალ. კარგად მიდი ხარ ძალიან. ეს ლექსი დაამთავრეთ რა. ანუ ამ ლექსის ნიგებს 1000 ლარს ეხლა. აი დაიმახსოვრეთ. ეს ლექსი წაგიწე ზურიკოზე მაინტერესებდა რა. დროში კი არა ისე მე ხომაჩი ზურიკოა მსახიობი დაამშოვოს წამყვანი თუ ჟიური არიცინეს არის ჩვენი გამტანი. კარგია კაცო, შეგონებას ავითარი. აჰა 100 ლარი? 100 ლარი მოიგეთ, ბატონო. ძალიან კარგი. ეს ლურჯი ფუნქციონალური, ლურჯი ის მაგაც მიწერი. მართლა მინდა ორი წუთი. როგორ? აქაც მიწერია ლექსები. ეს ფურცლები რო გამოგელება, მე ამ ლურჯზე გადახვა. კი ბატონო. აბა. საკმაოდ მაქანო რა. ძალიან კარგი. ო, როგორ მაინტერესებს? 400 ლარზე გადახვა ამ ლურჯზე? როგორ? ლალიკო როგორ იკითხა ბატონო ზურა? რბეულზე როგორო? ანუ იქამდე ვერ მივახცენო. კარგი, მოემზადეთ. აბა. ახლა თამაში უკვე სირთულეში შევადენელა. იმიტომ რომ 200 ლარზეა თამაში. 1, 2 და 3. ზესტაფონში წვიმა მოდის ქუთაისში მშვიდობა ჭიათურა არას არადადეს. მე ლალიკოზე მეცინება. ჩო, ძალიან თულად არის საქმე. ვახ. 200 ლარი მოიგო.
ხوار დამცინი. ზესტაფონში. შენი ბრალი. როგორ არის ბატონო ხო? თენკოს ასული. ზესტაფონში მე ვალიკოს რო იკავდა. ჭიათურას არ ადარდებს ყველაფერი კიდია. ეს ლექსი მე მაქვს ერთი ისა თხოვნა ზურა. თოვნებობა რო შეცვალოს და რაღაც ხვანაირად. არაფერს არ შესვლის თან ჯოკერი აქვს ხელში. ყობა ამბობდა იმას რომ მახას შეუბნებოდა რომ აი ეს რითმის გზნობასთან დაკავშირებით მე ერთხელ კიდე გთხოვ როგორც წამყვანი რა ეს ლექსი კიდე წაიგეთ არა ზურა ისე ხო? ისე ისე კარგი. როგორო? ჭიათურა ზესტაფონზე. ხო ზესტაფონზე ხო ზესტაფონში წვიმა მოდის ქუთაისი მშვიდობა ჭიათურას არ ადარდებს ყველაფერი კიდია. და შენ ამბობდი რითმი აუცრება ბიჭო. რა ასოკეთებ ირის. მე მართლა ცრემლები მაქვს. არ არის ვერლიბრი არ არის ძინებო ბატონო ახო დავაგრძელოთ არა თამაში ახლა ხო იცით რა არა თვითონს ჯოკერი უჭირავს როგორ იცი აბა რა გავაგრძელოთ. პირობას ვდებ ეხლა რომ თავ შევიკავებ აღვაწია თავი რაღაც არ ამგონი. ხო არ გადახვიდოდი იმ ლურჯს არა ჯერ არა. ჯერ არა ხო ის 1000 ლარიანია ნუ შეიძლება ამაშივე მოვიგო 1000 ლარი. ამაში მოვიგო 1000 მოიგებ ანუ რვეულზე აღარ გადადის. როუზე აღარ გადა საჭიროება შეიძლება აღარ მოითხოვოს. შეიძლება აღარ მოითხოვოს ვიდრე რომ შემდეგ მოსვლაზე. ეს ჟიური უკვე დაბმული ყავს რა თამაში გახავთ შო ეხლა 400 ლარზე აბა დალაგდით ერთი დიას დალაგდით თორე გაცინებაში ჩაგეთილი აბა 1 2 და 3 ცოტა ყველა მიცინეთ იქნებ 400-ზე ავიდე სახლიდან ფეხით მოსული აქედან ტაქსით წავიდე 400-მდე გამიცინეთ თქვენგან მეც არ მოველი საპასუხო ჩემზე იყოს მშობლიური 8 ნომერი რაო რა მშობლიური რა 8 ნომერია 8 ნომერი ვაიმე აგავაგეთო რაო არა გავდივართ ჩვენ მე აქედან მართლა გავავახო თუ კიდევ გააგრძელებ არა მართლა არ გინდა 400 ლარი მოიგე ნახე ხო დიახ კარგი მიდი ფულია ურჩი მართლა კარგი ფულია 400 ლარი ანუ ისე რომ ტაქსიდაც წახვალ სამსახურში მე უკანაც წამოხვალ შაურომსაც შეჭამ წვათსაც შეჭამ რა ვიცი ხინკალსაც ხო და ნახე მე ნაჭამ ნასვამი სახში ისევ ტაქსით წახვალ ახო სწორს გეუბნებიან კი მართალია და თან ახლა 400 ლარამდე კარგი მაგრამ 1000 ლარზე უკვე 1000 ეს ხუმრობები ხო იცი რა თუ ეს ლექსები რა თქვენ წაიგითხეთ არც ერთი არ იყო 1000 ლარიანი და არც 400 ლარიანი მოდი შეეწყვეტო ვაიმე ყოჩა როგორი 400 ლარი აბა რა დაში დაუკარით ბრავო არა და ხო ხედა გადმომყვა 1000 ლარი რა გადმომყვა არა მაშინ ვერ გადმომყვა გამოაყოლეთ არ თქვენ არა იგებთ თქვენი ნამუსი არ გაგიშვათ აბას მადლობა მომძანებისთვის მადლობა ნახავდი მადლობა ისე რომ ის ლურჯი ფურცელი თუ ლურჯი რვეული აი ჩემი გული მიაკ ახლა მაგას რა ძალიან გვაინტერესებდა რა მაინტერესებს შენ ვინ გიწოდა ლამაზი ვინ შეგადარა მზეს შენ უნდა გერქვას ქლიავი და ამშვენებდე ხეს ქლიავი ბატონო ეს კობაზე იყო რას დაეძებ რა მნიშვნელობა აქვს შემდეგი ერთიც კიდე მანქანაში რომ ჩაჯდები შეიკარი ღვედი თუ არა და მაღლა ცაში გაგეხსნება ბედი ეს შეგონება იყო შეგონება სიყვარულს გიპირებ უას მიპირებ თბილისელი ვარ დედას გიტირებ ბრავო დიდი მადლობა ბრავო აი გაჩი დიდი მადლობა ბატონო მოიგებთ აი ხარ მოიგებთ რა აი გადაცემა გააცინე და მოიგე კმაყოფილი ვარ ყველასგან და 400 ლარით кайფულია მადლობა ყველაფერს